საფრანგეთში კვლავ რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. მეტეოროლოგიური სააგენტოს მეტეო ფრანსის ინფორმაციით მომდევნო დღეების განმავლობაში საფრანგეთის უმეტეს ნაწილებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს. როიტერსის ინფორმაციით სამხრეთ საფრანგეთში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერ სიცხეებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით მათი უმეტესობა ცურვის დროს დაიხრჩო, ნაწილი კი მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებმაც დღის მანძილზე ძლიერი სიცხის დროს ავტომობილში რამდენიმე საათი გაატარეს. ძლიერი სიცხის გამო ქვეყნის მასშტაბით 2700 სკოლა დროებით დაიხურა ან დაწესებულებებში სასწავლო გრაფიკი შეიცვალა. მაღალ ტემპერატურას საფრანგეთის გარდა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც ებრძვიან. როიტერი წერს, რომ ევროპაში ტემპერატურის მატება საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ეგრეთ წოდებულ სითბურ გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60 დღით გააუქმა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ 10 წლეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 22 ივნისს გასცა ლიცენზია, რომლის საფუძველზეც 21 აგვისტომდე ნებადართულია ირანული ნავთობის შეძენა, ტრანსპორტირება საბანკო მომსახურება, დაზღვევა და შესაბამისი ანგარიშწორება ამერიკული დოლარით. ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში პროდუქტიული მოლაპარაკებებისას ირანმა აიღო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა დაშვების ვალდებულება. ასევე შეთანხმების ფარგლებში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გასცა დროებითი 60 დღიანი ლიცენზია. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგა პირველი ნაბიჯი ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტის შესასრულებლად. სოფლიოში არსებული ვითარების ფონზე Bank of America და Deutsche Bank მიმდინარე წელს შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას პროგნოზირებენ. განახლებული პროგნოზები ეკონომიკურ მდგრადობასა და ფედის ახალი ხელმძღვანელის კევინ უორშის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგნოზი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამავე ორგანიზაციების ადრინდელი მოლოდინებისგან, რომლებიც განაკვეთების უცვლელად შენარჩუნებას მოიაზრებდა. რაც შეეხება კონკრეტულ მოლოდინებს, ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Bank of America Global Research-ის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით ზრდას ელის. პარალელურად Deutsche Bank-ის 19 ივნისის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს განაკვეთის ორჯერ სექტემბერსა და დეკემბერში 25 საბაზისო პუნქტით მატებაა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორივე გლობალური ორგანიზაციის პროგნოზი ეწინააღმდეგება წამყვანი საბროკერო კომპანიების უმრავლესობის პოზიციას, რომელიც 2026 წლის განმავლობაში სტაბილური განაკვეთის შენარჩუნებას მოიაზრებს. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ბაზრის ექსპერტები 2027 წელს საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვებას ელიან, ხოლო Deutsche Bank-ის გათვლებით სესხის გაძვირების ტენდენციის შერბილება 2028 წლიდან დაიწყება, როდესაც მარტსა და ივნისში განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით შემცირდება. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია AbbVie ანთებითი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელ Epogy Therapeutics ყიდულობს, რისთვისაც ნახტი ანგარიშსწორებით სავარაუდოდ 10.9 მილიარდ დოლარს გადაიხდის. Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. საგულისხმოა, რომ გარიგების ფარგლებში Epogy Therapeutics აქტივები 60%-იანი პრემიუმით შეფასდა, რაც კომპანიის მიერ ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებულ საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. როგორც ირკვევა, დასახელებულ შესყიდვამდე კომპანია AbbVie შეერთებული შტატების ურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან სისხლის იშვიათი კიბოს სამკურნალო პრეპარატ პივეკიმაბ-სუნირინზე ნებართვა მოიპოვა. პარალელურად გასულ თვეს Epogy Therapeutics-მა ფონდ Blackstone Life Sciences-გან ეგზემის საწინააღმდეგო წამყვანი მედიკამენტის კლინიკური გამოცდის ბოლო ფაზისა და შემდგომი კომერციალიზაციის მხარდასაჭერად 1.3 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დაფინანსება მოიზიდა. ცნობისთვის Epogy Therapeutics-ი წარმოადგენს ბიოტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა და ანთებითი და ავტოიმუნური დაავადებების თერაპიული საშუალებების შექმნაზე მუშაობს. ვიზუალური კონტენტის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლის Getty Images აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ OpenAI-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით შეთანხმების ფარგლებში Getty Images ლიცენზირებული ფოტოები და ვიზუალური მასალები ChatGPT-ის საძიებო და აღმოჩენის ფუნქციებში ინტეგრირდება. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ Getty Images აქციების ფასი წინა საბაზრო ვაჭრობის დროს ერთ მომენტში 200%-ზე მეტით გაიზარდა. მოგვიანებით კი ზრდა შემცირდა და დაახლოებით 123%-ზე დასტაბილურდა. შეთანხმების მიხედვით ChatGPT მომხმარებლებს Getty Images ლიცენზირებულ ფოტოებს სხვადასხვა ვიზუალურ პასუხებში აჩვენებს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ექნება თუ არა OpenAI-ის უფლება აღნიშნული სურათები რაიმე ფორმით შეცვალოს ან დაამუშავოს. კომპანიებს ფინანსური დეტალები არ გაუმშღავნებიათ. ასევე უცნობია გამოიყენებს თუ არა OpenAI Getty Images ბიბლიოთეკას ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის.
იაპონიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზის საფასურის გაზრდა გადაწყვიტა, რაც 48 წლის განმავლობაში, ანუ 1978 წლის შემდეგ პირველი ცვლილებაა. მთავრობა ვიზის გაძვირებას ინფლაციასა და გაცვლითი კურსის რყევებს უკავშირებს, თუმცა არ ელის, რომ ამას შემომავალ ტურიზმზე დაუყოვნებლივი გავლენა ექნება. მთავრობა ასევე გეგმავს საცხოვრებელი სტატუსის შეცვლისა და ქვეყანაში ყოფნის საფასურის გაზრდას ამჟამინდელი 5500, 6000 იენიდან 10000, 70000 იენამდე, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანის საფასური 62-დან 1240 დოლარამდე იზრდება. ეს ცვლილებები სავარაუდოდ მომდევნო ფისკალური წლის ბოლომდე, ანუ 2027 წლის 31 მარტამდე ამოქმედდება. დამატებითი შემოსავალი იაპონიაში მზარდი უცხოელი რეზიდენტების მხარდასაჭერად დაიხარჯება, რამაც 2025 წლის ბოლოსთვის რეკორდულ 4,13 მილიონ ადამიანს მიაღწია. ასევე გაფართოვდება იაპონური ენის შესწავლის პროგრამები, ხოლო ქვეყანაში არალეგალური ყოფნის წინააღმდეგ ზომები გაძლიერდება.